ესენი ვინები არიან? საიდან ამოწყვრენ? როგორც სოკოები ამოდიან ხოლმე, ხო იცი იმის შხამა სოკოები რო ამოდიან გზის პირას. აი ესე ამოვიდნენ და იშხამებიან რა. ხო და ჭკვიანად იყავით გირჩევნიათ რა. მე გირჩევთ რომ ჭკვიანად იყავით. სახელმწიფო ინტერესებს ყოველთვის დაიცავს. და თუ სახელმწიფო ვერ დაიცავს, ვართ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო ინტერესებს დავიცავთ. ჩვენ არც ხელისუფლების მომხრე ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს მომხრე. და ვინც გაბედავთ და ქართულ სახელმწიფო ინტერესებს შეებრძოლებით, მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ. მე არ გეწყინოთ. რა სიტყვაში? ეწყინოთ. ეწყინოთ ცივი წყალი დავიღოთ თუ ეწყინებთ. არა, ნუ უბრალოდ ახლა მართლაც უკვე მართლა ის არის უკვე ის გახდა რა. აღმაშფოთებ პერიოდი. გამოგვივიდნენ რა, ყოველად პატრიოტები. სააკაშვილის დროს ხმები რო ქონდა, ჩაკმენდილი და ხმას არიგებდნენ. გავანებოთ, კაცო. სააკაშვილის თავი გავანებოთ, რაღაც ავატყოფური მასში არიან, კაცო. და ვერ კი ხვდებიან რაში არიან და თავს უფლებას აძლევენ იმ ადამიანებს, ვინც საერთოდ ამდენი წელი რაღაცა აკეთეს. ისინი მოღალატეებს თავს უფლებას აძლევენ ვიღაცას მოღალატე დაუძახონ და ხა მოღალატე ცოტა მძიმე ის არის, იცით რა არის? მძიმე ნათქვამია და მაგ მძიმე ნათქვამის გულისთვის ძალიან წარეთ დაიჭებით ზოგიერთი თაღლითები კიდე რა. ზოგიერთები კი ძალიან წარეთ დაიჭებით და დაიმახსოვროთ ჩემი სიტყვა. და კიდე თავი შეიკავოს ზოგიერთებმა, თორე პასუხის მოთხოვნაც იქნება. ეს რა უბედურება ვინ არიან ესენი? რა საოცრებაა? ვინც არიან ყველა ვიცით რა და მაგათი დროც დადგება, როცა მაგათ პასუხი მოეთხოვებათ ისე როგორც სჭირდებათ რომ მოეთხოვოთ პასუხი. რახან ვერ გებულობენ ნორმალურ ლაპარაკს, მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ რა. და ცოტა გაფრთხილდნენ. აქ გინება დაწერს მოღალატეს და ასე შემდეგ, მე დღეს მოუწოდებ ჩემს YouTube გვერდის ადმინისტრატორებს, რომ ყველა დაიბლოკება აბსოლუტურად. ცუდობა რო არ გექნებათ, მე გამწარდით და სადმე იქნება. მოღალატეებიც ხართ და ისინიც რა ქვია, რა დავარქვა ამას კიდე რა, გონებას უსტებს ამათ მართლა რა. გონებას უსტი კიდე კაი ვარიანტია. კი კაი ვარიანტია. დავალებს იმეთი რო გამოდიხართ აქ იმეთი რა ქვია, თითოს 30 ის რო გაქვთ. ეს ისწავლეს მარტო ამ ტექნოლოგიები. 30 აკაუნტს გაიგებენ. 30 აკაუნტს იგებენ და ის რაღაც იგინებიან და იფუძებენ. რაღაც სისულელეებს წერენ. ჩვენ თუ საღი აზრის მოსმენა გინდათ გვისმინეთ თუ არა და გააქვთ თქვენი არხები და წადით და იმ არხზე რაც გაგიჟდით თუ გინდა ერთმანეთი გააგიჟეთ. გაიგო ისე იმ არხებს საფინანსებს კი. კი, ყველაფერი გარკვეულია და მალე გამოვლინდება ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ. მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან იყავით.